პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო ხალხონ ნათია ეხლა გულგონესი პატივისცემით. ხონდაბატები ასევე მეცნიერულ მუშაობა ამ სტრუქტურებში. აქ საუბრობთ რომ პროკურატურა გარდა იმისა, რასაც ოფიციალურად იღებთ ინფორმაციას, რამე სხვა წყაროებით აღრიცხავთ კიდე თქვენ? გარდა იმისა, რასაც დაკავების ოფიციალური შეკითხვა ვერ გაიგეთ. მოწმეს გაუკვირდა ჩვენი შეკითხვის არსი, მაშინ როდესაც ის იმ დროს იყო ანალიტიკური სამმართველოს უფროსი და რასაც იზოლატორში იმდენი აღრიცხეო, ხო? რამდენი იყო ინფორმაცია, იმდენი აღრიცხა. მეც როგორ აღრიცხავდა, რაც ინფორმაცია არ მიიღო. უბრალოდ რაზეა? მეკითხება რომ აღრიცხავ პატიო დაგეცხეთ თუ არა უბრალოდ. არა, აღრიცხავ არ მითქვის, როგორ ეგადრება. კი ბატონო, აი წეგან დაცვისგან გააპროტესტა შეკითხვა რომ ბატონო ივანე, კორექტულად. კორექტულად, ვერ გავიწყო რა აკრეფტოს, რას მისახე არ აკრეფტოს, ხალბატონო, მეც შემაჩვიეს რა შემისების მოცემა, რა არის ეს? ბატონო ივანე, შეურაცხყოფას არგინატო ვიყო და არ აკრებია, ვერ გავიგე რა. არა, შემაჩვიეს და შეურაცხყოფას ბატონო ბატონო მოსამართო ბატონო ივანე, სასამართლოს უნდა სხდომები ჩატარდეს თქვენი მონაწილეობით. ხო და თუ გინდა გთხოვთ რომ შეურაცხყოფას უმოაყენებს მე რამოდენიმეჯერ ისავქენი რა მე გამოვხატე ჩემი სკაფრა როგორ იქნება პრობლემა დაწნარდეს დამშვიდდი თუ მაგათ გონიათ ეხლა რა ქვია ეხლა ესენი მამაც უტიაში ზამენ შეასწრა მე შეურაცხყოფილი ვარ ასე გაწმენდი და სწორად თავში შეკითხები სწორად გავუსვით 5000 შეკითხვა დაუყაროთ ბატონო ივანე შოთას აქვს იმდენი კომპეტენცია მე მგონი გასცეს პასუხები შეკითხვას და ხო ხალბატონო მოსამართლე რომ ჩემს მიმართ ცოტა უფრო კოლექტიული ხო გოდისმოთ ძალიან ადვილად შემაჩვიეთ და შემსახვ ყველაფერზე შოროკის მოგენება მე შემიშლით ხელსხდომის წარმართვაში ყველა ესეთი შემთხვევის დროს მე თქვენ მოგცემთ შენიშვნას და გაფრთხილებას კოლექტივ პარლამენტში ბატონო არჩის შეკითხვა დავსვით